15 წელი რო იცხოვრა ადამიანთან, ხო ძალიან კარგად იცის რა უყვარს, რა არ უყვარს, როგორი. და ანუ ძალიან მარტივად, აი რაც უყვარს, მან და გაუკეთე ის რაც უყვარს. ანუ ეს ეყოფა კიდე რაღაცა რამდენი ხანი, თქვა რამდენიმე თვე. ოღონდ არ უნდა რა ყოველდღიურად მე გაგიკეთებ შენ იმას რაც შენ გიყვარს, ესეც ადაპტური ამასაც მიეჩვევა. ამიტომ აი თქვა რაც პერიოდულად, ანუ უნდა გაუკეთონ ერთმანეთს ის, რაც ნამდვილად იციან, რომ ანუ ბედნიერებას მიანიჭებს და გაახარებს. უნდა გაუკეთონ ანუ ორივე მაგას ქვია სიურპრიზი, მოულოდნე. არა, ამბემული უფრო პასუხისგებლობა უფრო მეტად ქვია. ანუ რო უნდა გაუკეთოს. ანუ ეს გაუკეთოს მარტო მატერიალური არ არის. პასუხისგებლობა ეს არის ჭკვიანი ხარ. რა შეშე პასუხისგებლობა გინდა რომ ოჯახი იყოს ბედნიერი და კარგად და ამისთვის უნდა გააკეთო პასუხისგებლობა ვალდებულებით თუ შეხედე და ეგ ურთიერთობები იქიდან თუ რომ დამავალეს და იმიტომ ვარ შენთან, ამით შენ თვითონ დაკარგავს სიამოვნებას, ხო? იმიტომ რომ ურთიერთობის ნებისმიერი შედეგი ის კი არ არის რა გავაკეთეთ, აი რომ მოტრიალდები, რა ემოცია დავტოვე და დააკვირდით, რომ ცალკეულ კონფლიქტებშიც ურთიერთობა უნდათ რომ დაალაგდეს, მაგრამ არ მიფიქრია რომ ამ ურთიერთობით იქით რა ემოციას ტოვებ. ორივე რომ დაფიქრებულიყო რომ იმ ურთიერთობაში იქით ამ ხარეს რა ემოცია ჩდება, მიხვდება რატო აქვს ხოლმე კონფლიქტი. და ადამიანს რა twin, იმიტომ აქ რომ გაანძრიოს და მიხვდეს რომ ამ ქცევით იმ ბედნიერებას ვერ მიიღებ ვერც ის და ვერც შენ. ორივე ამაზე თუ იფიქრებს, საერთოდ არ არის პრობლემა.